ჩვენ ცხოვრობთ ისეთ შესანიშნავ ქალაქში, რომელსაც ქუთაისი ქვია, თითქოს ყველაფერი ვითარდება, ყველაფერი არ ვითარდება, მაგრამ რაღაცა ვაწყდებით, რაღაცა ყალბი დამოკიდებულებებს, სიცრუე კიდე სხვა რაღაცა არის, სიცრუეს მაგალითად ხელოვნება იყენებს, თეატრი იყენებს. ამ გახსნილობამ თავისუფლებისთვის. მაგრამ ჩვენ ცხოვრობთ ყალბი გარემოში, ყალბი გარემო იბადება იქიდან, რომ ჩვენ შემსაბამო ადამიანები იქ მუშაობენ, იქ აკეთებენ თავიანთ საქმეს, რომ სადაც შესაბამისი ნიჭი არ გააჩნიათ, ცოდნა არ გააჩნიათ ამის გამოცდილება და მაინც აკეთებენ. ამ შემთხვევაში ადამიანი ხდება დამოკიდებული რაღაცა ხელფასები, დირექტივებისადმი და ასე შემდეგ, მას არ უყვარს თავის საქმე და ამ არ შეხმარებამ უკვე დაბადა ის ბევრი პრობლემები, რაც ჩვენს გარშემო დაგროვდა ეს ყალბი. გარემო გასაგებია, მაგრამ თვითონ ადამიანები შეხედავ გარეგნულად, აი გეგონება დიდი მუსიკოსი, სინამდვილეში აი ღრმად რო შეხედავ, აი საუბარში დემოში ის არის ყალბი. რაღაც დროებით არის მიკერებული, თითქოს შიშია გაქვს სიკვდილის და რაღაცაში უნდა იყოს, უნდა თავისი პოსტი, თავისი სტატუსი და დააფიქსიროს ესეთი ბევრი მომრალდა უკვე და ესენი თითქოს რაღაცნაირად მართავენ ამ სიტუაციას. მე არ ვამბობ არც ზევით და არც ვამბობ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ თითქოს ეს ყალბის ყალიბი ჩამოყალიბდა უკვე ჩვენს ცნობიერებაში. შინაგანად ჩვენ ცხოვრობთ ამ გარემოში და ბედნიერები ვართ, ვეგუები. ეს შეგუება არის უკვე ამის პირველი სინდრომი. მონობა მეტი არ ქვია.